გამარჯობა თქვენ უყურებთ დღის ამბებს 16 საათზე ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს დღის ამბების კორესპონდენტებთან ერთად მაგაჩი ხვაძე წარმოგიდგენთ. 91 წლის ვასილ ბერელიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სუიციდის შემთხვევა აღმაშენებლის ხეივნის მე-3 კილომეტრზე მოხდა. ხანდაზმული მამაკაცი დევნილთა საერთო საცხოვრებლის მეოთხე სართულიდან გადმოხდა. ბერელიძე კორპუსში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ახლობლების თქმით ის მძიმედ იყო ავად და თვითმკვლელობა ადრეც არაერთხელ უცდია. გამოძიება სუიციდის ვერსიას განიხილავს, თუმცა მომხდარ ფაქტზე საპატრულო პოლიციისა და ექსპერტ კრიმინალისტთა ჯგუფებიც მუშაობენ. ხალიშვილი წავიდა წამლებზე, რომ წამალი მოეტანა და ამ შემთხვევაში მოხდა ამ მონაკვეთში ეს. სულ წუწუნებდაო, რომ ასეთი ცხოვრება არ მინდა, ასეთი სიცოცხლეო. ტკივილები ქონდა ძალიან მძიმეო და აი მოიფიქრა ალბათ, არ ვიცით. ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან ერთად თელავის ქუჩებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად დააკვირდება. მიხეილ სააკაშვილი და დიმიტრი შაშკინი დაზარალებულ მოსახლეობას პირისპირ ხვდებიან და პრობლემებს ადგილზე კიდევ ერთხელ ეცნობიან. მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ძალიან მაგარი საქმეს აკეთებს რა. 50 წლის ხილად თქვენ დაიცავთ უსაფრთხოების წესრიგს. რა ხდება როგორ არის? ენერგომომარაგება თელავს 2 საათში გურჯაანსკი დღის ბოლომდე აღუდგება. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით კახეთის რეგიონში ჩვეული რეჟიმის აღსადგენად 2 დღეა საჭირო. სტიქიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ბოლო ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებისგან ცოტა ხნის წინ ჩაიბარა. ქვეყნის პირველყვის დაზარალებული რეგიონია ამ დრომდე არ დაუტოვებია. მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მთავრობამ იმ ბანკებთან მუშაობა უნდა დაიწყოს, რომლებმაც გლეხებზე ცოტა ხნის წინ სასოფლო-სამეურნეო კრედიტები გასცეს. პრეზიდენტის თქმით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მიერ ბანკებიდან აღებული კრედიტები რესტრუქტურიზაციას უნდა დაექვემდებაროს. ვინაიდან აღნიშნული თანხები კახელმა გლეხებმა სწორედ იმ მეურნეობის გაშენების მიზნით გამოიტანეს, რომელიც სტიქიამ სრულად გაანადგურა. მთავრობას მუშაობა საშეღავათო პირობებზე უმეტესად პროკრედიტ ბანკთან მოუწევს, რადგან მინი კრედიტების გაცემა ძირითადად სწორედ ამ ბანკიდან განხორციელდა. გუშინ გავიარე თელავში ღამე, ნახე რომ სამუშაოები კომუნიკაციების სადგერის მიდიოდა, დიდიდან უნდა გაშლილიყო სრული ფრონტი, რასაც ახლა მატყობინებენ დაუმატეთ რეზერვისტები, ჯარისკაცები, გაწმენდა დღის ბოლომდე პრაქტიკულად დამთავრდება. კომუნიკაციებზე რა ხდება, როგორ არის? გაზის მხრივ პრაქტიკულად უკვე მთლიანად არის დატვირთული თელავი და სულ რამოდენიმე საათში, 1-2 საათში თავიდან ბოლომდე თელავის რაიონი იქნება დატვირთული. გურჯაანი დღის ბოლომდე აღდგება. ყვარელში გაზმომარაგება აღდგენილი არის თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება დენს ნაფარეულის ხარე ღამე გვიანობამდე მუშაობდით და შესაბამისად თავიდან ბოლომდე უკვე აღდგენილია. თვითონ თელავში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იქნება ჩართული ალაზნის გამზირი, მიმდებარე ტერიტორიები, 9 სართულიანი სახლები და უკვე ჩაირთო ინტერნატის მიმდებარე ტერიტორია და გურჯაანის სოფლებში ვაზისუბანში, ვაჩნაძიანში, შაშიანში მიმდინარეობს ახლა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხვალ დღის ბოლომდე იქნება ეს სოფლები ჩართული. ანუ ჯამში დაახლოებით 2 დღე დაგჭირდება კიდევ რომ აღვადგინოთ ის ჩვეული რეჟიმი, რა რეჟიმშიც სტიქიამდე ვიყავით. წყალსადენები და ის როგორ ვიცით? წყალსადენები თვითონ ქალაქ თელავში მიმდინარეობს სამუშაოები და შეფერხებები არ იქნება. როდის იქნება წყალი? პრაქტიკულად დღის ბოლომდე უკვე უზრუნველყოფა. ცისტერნებით დადიოდა წყალი სულ. გუშინ ნახე რამდენი მოვკარით ვარ, მაგრამ ყველა უბანში შევიდა თუ არა, ხო არა უკმაყოფილება. სოფლებში არ არის სამდე მოშლილი თლიანად ეს წყალსადენები და ეს. სოფლებში არსად არ არის ასეთი რაღაცა დაფიქსირებული. დენი გაწყვეტილი სოფლებში? დენი გაწყვეტილი არის სოფლებში, ნუ ძირითადად ყველაზე რთული სიტუაცია ისევ და ისევ ვაჩნაძიანში გვაქვს და შაშიანში. როდის აღდგება? 2 დღე გჭირდება კიდევ დამატებით. პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე როგორც ეგეთი ქსელი აღარ არსებობს, იქიდან 0-დან უნდა გავაკეთოთ. კაი, კომპენსაციებს. გამოაცხადე კომპენსაციების ზომა, ვისაც გაუნადგურდა ნათესები 100%-ით მათთვის არის 1300-დან 1500 ლარამდე, ვისაც 70-80% გაუნადგურდა მათთვის არის 800-დან 1000-მდე და მესამე კატეგორია 50%-მდე, ვისაც გაუნადგურდა მას აქვს 350 ლარამდე. ამავე დროს, ვისაც კრედიტები აქვს, ყველა კრედიტს გადავაოდებთ 1 წლით და პროცენტები არ დაერიცხება, დაერიცხება 0%, პროცენტებს გადაიხდის სახელმწიფო. გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ სასურსათო დახმარების გაცემას
რომელშიც შევაფქვილი ზეთი და შაქარი, რათა შევმზუგუქოთ ჩვენს მოქალაქეებს, გადაიტანონ დანაკარგი, რომელიც მათ მიიღეს. ეს აეფარავს, ასე ვთქვათ, ყველა დაზარალებულს. ყველა დაზიანებულ მსახურებს დავეხმარებით, რომ გადაიხუროს, მობილიზაცია გაკეთდა. საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოვიდა ბრიგადა, რაც კი საერთოდ არსებობდა სახურავი შემკეთებელი აჭარიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან, ადგილობრივი ძალები, მასალები, რაც იყო საქართველოში გამოტვირთულია კახეთში, მიმდინარეობს თურქეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან და სადაჩქარებული ტიპით შეძენა იმ მასალების, რათა მოხდეს სახურავის გადახურვა. ამავე დროს მინდა ეხლა მიმდინარეობს ამ წუთებში მიმდინარეობს დარიგება შესაძლებელი მასალების, ანუ შხამქიმიკატების, რათა მოხდეს დაზიანებული ვენახების შეწამლა, სადაც ვერ მოხერხდება ჩვენი ტექნიკის შეყვანა, ჩვენ ვარიგებთ დიზელის საწვავს, რათა გლეხებმა სრულად მოახერხონ და გადაარჩინონ ის ვენახები და სხვა მრავალწლიანი არგავები, რომ მომავალ წელს მათ კონდეთ ნორმალური მოსავალი. ეს კომპენსაციები ვიღაცას თრიანთან აუნაცხაურებს, ხევისაც ცოტა ქონდა ძალიან ნაკვეთი და ყველაზე გაჭირვებული ვინც არის იმას თრიანთან აუნაცხაურებს დანაკარგს, მაგრამ რა თქმა უნდა დიდ ნაწილს თრიანთან ამას ვერ გადაუფარავს. ეს შეუძლებელიც იყო, მაგრამ მინიმუმ იმისთვის არის კარგი, რომ რაც ფული აქვს ჩადებული იმის ნაწილი უმეტესი ამოიღოს, ეს უკვე შემსუბუქება ამ ხალხისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჭირვებას არ რჩებოდა ერთ-ერთზე საერთოდ. სახელმწიფოს აქვს ის რესურსები, რაც აქვს, ჩვენ მართლა იმ პირობებში, როცა ბიუჯეტი გადანაწილებულია და პარლამენტის დამატებით მოწვევა გვიხდება ამისთვის, მართლაც მთავრობამ მოახერხა თითქმის შეუძლებელი ამ სახსების მოძებნა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში მე არ მახსენდება ამ მასშტაბის დახმარება არც ერთი სტიქიური უბედურების დროს, არც ერთი მსგავსი გაჭირვების დროს. მაგრამ ეს იყო აუცილებელი, იმიტომ ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩვენი თვალით რა მასშტაბის გრევა გამოიწვია ამ სტიქიამ. და ჩვენ ვერ მივატოვებდით აქაურობას ას დახმარების გარეშე და რა თქმა უნდა კრედიტები ბანკებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ კრედიტების გადავადება მომავალ წლამდე უკვე კარგია და მეორე მხრივ მომავალ წელს წავიმუშავოთ ყველამ ერთად, რომ ეს კრედიტები გასტუმრებადი იყოს. უნდა შევუწყოთ ყველანაირად ხელი, რომ თავის მეურნეობას მოუაროს ნისე, ყველანაირად სოფლის მეურნეობის სამინისტრო თელი მთავრობა დადგეთ ფეხზე, რომ მომავალ წელს ეს არ დააწვეს ძიმაკრირთად იმ ადამიანებს, ვისაც ეს კრედიტები აქვთ და ვისაც ახლა გადაუადებენ. იმიტომ მართლაც წარმოუდგენელი ზარალი ნახეთ საკოჯახება. ახლა მთავარია დანარჩენი ინფრასტრუქტურის სამუშაოები დროს დავამთავროთ. რა თქმა უნდა მივხვდით ყველა რეგიონს საქართველოს სადაც იყო არა მხოლოდ კახეთს, კიდე რა სხვა ადგილებში იყო სტიქია. ყველაზე მეტი და უბედური რა თქმა უნდა აქ იყო გრევის მასშტაბით. ჩვენ გავაგზავნებთ აქ მუდმივად მონიტორინგ სიტუაციაზე. მთავრობის დიდი ნაწილი შემდეგი დღეები გააგრძელებს აქ მუშაობას. და თავარია ახლა ყველაფერს რასაც ჩვენ აქაურ საზოგადოებას დავპირდით 1 საათის დაგვიანებაც არ იყოს ყველაფერი მიიღონ იმ ვადებში როგორც დავპირდით როგორც ხალხი ჩვენგან ელეს ჩვენგან ხალხი ელეს რომ როგორც წესი ჩვენ ამას ვასრულებთ ხოლმე ამიტომ ამჯერადაც ამ ფორს-მაჟორულ გარემოებებში უნდა შევასრულოთ ყველა ეს დაპირება ბოლომდე ყველა ეს ჩვენი ამოქმედება უნდა იყოს კოორდინირებული იმ ვადებში როგორც ჩვენ გამოვაცხადეთ ოჯახები, რომლებსაც მოსავლის 100% გაუნადგურდათ, მთავრობა 1300-დან 1500 ლარამდე კომპენსაციას გადასცემს. მეორე კატეგორიაში ის ოჯახები შევლენ, რომლებმაც მოსავლის მხოლოდ 70-80% დაკარგეს. მათთვის მთავრობა 800-დან 900 ლარამდე თანხის გამოყოფას აპირებს. მესამე კატეგორიაში გაერთიანდებიან დაზარალებულები, რომლებსაც სეტყვამ და ქარიშხალმა მოყვანილი მოსავლის 50% წაართვა. ამ კატეგორიისთვის 300-დან 500 ლარამდე კომპენსაციაა განსაზღვრული. სტიქის შედეგებთან ბრძოლისთვის ჩასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება ივანე მერაბიშვილმა გააკეთა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაზარალებულებს სასურსათო პაკეტიც გადაეცემათ პარალელურად დაზარალებულ რეგიონში შხამქიმიკატებისა და დიზელის საწვავის შეტანის პროცესი მიმდინარეობს, რათა იმ მოსავლის შენარჩუნება მაინც მოხერხდეს, რაც სტიქიას რეგიონში გადაურჩა. პრეზიდენტის დავალებით მთავრობა მუშაობდა მთელი ღამის განმავლობაში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად ინფრასტრუქტურული პროექტები დაწყებულია, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ შემდეგი ტიპის საკომპენსაციო ღონისძიებები განვახორციელოთ. ჩვენ ავწერეთ და გავაგრძელებთ აღწერას ყველა დაზარალებულის
განსაკუთრებით ეს ეხებათ იმათ, ვისაც სახლების სახურავები დაუზიანდათ და ჩვენ ვაპირებთ ყველა დაზიანებულ სახურავს, ყველა დაზიანებულ ოჯახს დავეხმაროთ სახურავის აღდგენაში. მეორე, ჩვენ ამ წუთში ვახორციელებთ შხამქიმიკატების და საწვავის დარიგებას, უფასო დარიგებას იმისათვის, რომ გლეხებმა გადაარჩინონ ის ნარგავები, რომელიც ბოლომდე არ არის განადგურებული, რათა მომავალ წელს მაინც შეძლონ მოსავლის მიღება. ყველა დაზარალულ ოჯახს ჩვენ ვაპირებთ გადავცეთ სასურსათო პაკეტი, რომელიც შედის ფქვილი, შაქარი და ზეთი, რათა მათ შეძლონ ამ გადაიტანონ ის უბედურება, ის გაჭირვება, რომელსაც ისინი გრძნობენ საკუთარ ოჯახებში. საქართველოს მთავრობა თავის თავზე იღებს შემდეგ ღონისძიებას. ჩვენ ბანკებთან ერთად მოვილაპარაკებთ და ერთი წლით გავაგრძელებთ ამ კრედიტებს და ამ კრედიტებს არ დაერიცხება არც 1%. დარიცხულ პროცენტის გადახდა საკუთარ თავზე იღებს საქართველოს მთავრობა. ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა ფერმერებმა, ქართველმა გლეხებმა, ვის თავისი დიდი შრომა, ფული, აღებული კრედიტი ჩადეს ამ ნაკვეთებში, მივცეთ საშუალება გააგრძელონ საკუთარი საქმე მომავალი წლების განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ დაუფაროთ მათ პროცენტები და ერთი წლით გადაუვადოთ კრედიტის ვადა. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების გადახურვის პროცესიც თელავში თუნუქი საჭირო მარაგი და დარგის სპეციალისტები უკვე მობილიზებულია. თითოეულ რეგიონში არსებობს სპეციალური შტაბები და მოსახლეობას გუბერნატორები და რწმუნებულები დახმარებას ადგილზევე უწევენ. ქალაქების დასუფთავებაზე კი თბილისიდან ჩასული სპეციალური ჯგუფები მუშაობენ. ამ დროისათვის სტიქიის 8 ზონაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება უმეტესწილად აღდგენილია. წყლის მიწოდება კი კახეთის რეგიონს ეტაპობრივად აღუდგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდით და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხარის გუბერნატორმა და ენერგეტიკის მინისტრმა გუშინდელი სტიქის შედეგად დაზარალებულთა ოჯახები პირადად მოინახულეს და მათ წყალი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. გაზეთმომარაგება პრაქტიკულად დასრულებული არის უკვე დაახლოებით რამოდენიმე საათში მთლიანად თელავი იქნება აღდგენილი და ასევე თელავის სოფლები. ასევე სამუშაოები მიდის გურჯაანის სოფლებში და გურჯაანის სოფლებიც იქნება დატვირთული, მთლიანად არის უკვე ყვარელი დატვირთული. რაც შეეხება ელექტრომომარაგებას, დღის ბოლომდე მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თელავის დიდი ნაწილი იყოს დატვირთული, დანარჩენი ხვალ და ზეგი იქნება დატვირთული ჯამში. წყალი არ არის საერთოდ. არსად, ყველა აქ მოდით. ალბათ ამალი აღდგება, რა ვიცი. პირდებიან. კახეთის რეგიონებში გაწმენდით სამუშაოებს ადგილობრივი სამსახურების გარდა თბილისიდან სპეციალურად ჩასული ჯგუფები ახორციელებენ. მოსახლეობის დახმარების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის რეზერვისტები. დღეს გაწმენდით სამუშაოებს თვალყურს პირადად ადევნებდა თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. გუშინდელი დღიდან ჩვენი სამხედროები, რეზერვისტები მუშაობენ, გააგრძელებენ მუშაობას, გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ, ეხმარებიან თითოეულ ოჯახს და ჩვენ არ დავასრულებთ მუშაობას, სანამ თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, თითოეული თელაველი, თითოეული კახელი არ იქნება დაკმაყოფილებული. ჯარის შენაერთები 4-5 მანქანა თუ მეტი კიდე არ ვიცი. კიდე აი მუშები ყავთ მოყვანილი, ჭრიან წაქცეულ ხებს, რა ვიცი, უწავენ და აი ნაგავი გააქვთ. სანაგვის მანქანები მუშაობენ. წყალი დღეს გამოჩნდა წყალი უკვე ნორმის ფარგლებში მოდის. ძალიან დიდი მობილიზაცია პირველ რიგში დენზე, წყალზედაც. და მე მგონი რომ ყველაფერი მარი აღდგება. აი როგორც ამბობენ ორ კვირაში დენი იქნება, არა მგონია. მე მგონი უფრო სწრაფად იქნება ერთ რამდენიმე დღეში. კახეთში მომხდარ სტიქის შედეგებთან დაკავშირებით მთავრობის წევრებისაგან ანგარიში პრემიერ-მინისტრმა დღეს პირადად მთავრობის საგანგებო სხდომაზე მოისმინა. პრემიერის განმარტებით გაგრძელდება დაზარალებულთა ოჯახებისათვის სახურავების გადახურვა. ყველა რეგიონში ამუშავდება საგანგებო შტაბი, სადაც მოსახლეობას დახმარების მიღების საშუალება ადგილზე ექნება. პროცესში მხარის გუბერნატორი და მთავრობის წევრები პირადად ჩაერთვებიან. ჩვენ ოპერატიული შტაბი მუშაობას აგრძელებს. ჩვენ გვინდა რომ მსგავსი შტაბები ამუშავდეს ყველა რაიონში, იმისათვის რომ აუცილებელი არ იყოს ყველა გადაწყვეტილებაზე სიარული აქ თელავში და ყველა შტაბმა რაიონის დონეზე, ყველა შტაბს უხელმძღვანელებს
გამგებელი თბილისიდან ჩამოსული ჩემი კოლეგები, მინისტრები, ministris მოადგილეები ერთად კოორდინაციაში იმუშავებენ. საქართველოს პრეზიდენტმა კი სტიქის შედეგებთან ბრძოლის ანგარიში სპეციალური სალიკვიდაციო შტაბის წევრებისაგან საგანგებო სხდომაზე გუშინ გვიან ღამითვე მოისმინა. გვიან გამართულ თათბირზე შტაბის წევრებმა ქვეყნის პირველი პირისაგან დავალებებიც მიიღეს. თელავს რო გადაუფრენ ზემოდან და იგივე ვაჩნაძიანს ან რამდენიმე სხვა ადგილზე უბრალოდ ნახევარზე მეტ სახლებს სახურავი მოგლეჯილი აქვს. ასფალტი იყო ამოგლეჯილი ბევრ ადგილზე თელავში. პირველად ვნახე რომ ქარმა ამოგლეჯა ასფალტი. და რაც თავარია, რაც ყველაზე ცუდი მოხდა, მთელი წელი ხალხი ელოდებოდა მოსავალს. ატმის რაღაც ნაწილის გაყიდვა მოასწრო და რაღაცა დარჩა ხეებზე და რაც თავარია ეს ხეხი ეს ბაღები განადგურდა. რაც შეეხება ყურძეს, მთელი დანახარჯი რაც იყო დასახარჯი დახარჯა და ახლა ყურძენი აღარ არის. უბრალოდ ყურძენი მოისპო და ის რაც ფული რაც უნდა ამოიყო ის თავარ მომენტში ყველაზე უფრო ცუდ მომენტში გაუფუჭდა. ჯერ ყველაფერი უკვე ჩადებული აქ ამ ყურძის მოვაში და ახლა ყურძენი აღარ არის. ქარმა და სეტყომ წაიღო მთელი ინვესტიცია, მთელი შრომა და კიდევ უფრო უარესი რაც ამას მოყვა, ხალხს დარჩა ვალები. სტიქის შედეგებს კახეთში ამ დრომდე ებრძვიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს სალიკვიდაციო შტაბიც. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფები ამ დრომდე ზარალს ითვლიან. თელავის გუბერნიაში გახსნილი შტაბი მატერიალურ ზარალს აღრიცხავს და მოსახლეობისათვის დახმარების დროულად მიწოდებას უზრუნველყოფს. სალიკვიდაციო შტაბში მონაცემები ყოველ წუთს იცვლება. თელავის ქუჩებს სპეცტექნიკა შლამისა და წყლისგან მთელი ღამის განმავლობაში წმენდა. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გვიან ღამით ქვეყნის პირველმა პირმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასაც დაესწრო, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და დახმარებასაც დაახვევდა. სტიქის შედეგებთან ბრძოლის ანგარიში პრეზიდენტმა სპეციალური სალიკვიდაციო შტაბის წევრებისგან საგანგებო სხდომაზეც მოისმინა. გვიან გამართულ თათბირზე შტაბის წევრებმა ქვეყნის პირველი პირისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს. წყალი შევიდა მე ხოლმე წყალი დაიღო ხოლმე იმდება და ხვალ მე მგონი წყალი ხო ჩაირთო. ორს რითი აცხობ? თელი ხო არის? შეშაზე გაკეთეთ? ვერ ხალხი მოდიოდა? ქვილი ხო ხოდათ მოწოდება, ხო? ქვილი მო. აბა თბილისიდან ჩამოიტანეს პურია მაღაზიებშიო თუ ეს რა იყო? მაღაზიებში, მაღაზიებში. თქვენ ესე იგი თონები არ ყოფს? ეს თონაში. ვერ ხალხი დადიოდა დღეს პურს? კი. თონებზე მეტი, ხო? არის ეს არის პანიკა და ეს არ ყოფილა კაი. სტიქის შედეგად მიყენებულ ზარალს მცხეთა-მთიანეთში ცითულიან კახეთის მსგავსად სტიქიამ ამ რეგიონის მოსახლეობაც დააზარალა. განადგურებულია მოსავლის დიდი ნაწილი და სახნავს 1000 მიწები. ბულაჩაურში აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი ძალებით მიმდინარეობს, იწმინდება სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა. ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დუშეთის რაიონის სოფლები ბულაჩაური და მლეთა დააზარალა. ამჟამად აღდგენილია მოძრაობა, გაწმენდილია თითქმის ყველა რაიონთან დამაკავშირებელი გზა და თბილისთან დამაკავშირებელი გზები და სახურავებიც თითქმის რაც გადახდილი იყო აღდგენილია და მუშაობს ამჟამად ტრაქტორი, რომელიც ერთი ადგილი გვაქვს დარჩენილი, ამასაც გაწმენდავს დღეს ბოლოს უკვე მთლიანად დამთავრდება აღდგენითი სამუშაოები. ქუშინდელიდან მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რომ აბონენტებს მიეწოდათ ელექტროენერგია, ქუშინო გვინდოდა მიგვეწოდებინა, მაგრამ აღმოჩნდა დაზიანებები საკმაოდ მრავლად. საღამოთი მივაყვით ელექტროენერგიას თიანეთის ყველა მოსახლეს. დაგვიზიანდა მოსავალი, გადაეხადა სახლებს სახურავები, უკვე აღდგენილია თითქმის ყველა მოსახლეობის სახურავი, გზები გაწმენდილია, მიმდინარეობს შუქები არ მოგვეწოდება, მიმდინარეობს შეკეთება და დღის ბოლომდე გვპირდებიან რომ იქნება. ალექსანდრე ტარანიკისა და დიმიტრი ვოლოშინის ცხედრები თავდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად გამოყოფილი ვერტმფრენით მესტიიდან თბილისში უკვე გადმოასვენეს. 18 ივლისს დაკარგული ორი უკრაინელი ალპინისტი მესტიის ბაზიდან ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად 13 ივლისს გავიდა. 18 ივლისს კი ისინი მწვერვალიდან გადაიჩეხნენ. უბედური შემთხვევის პირველივე დღიდან უშბაძე სასაზღვრო პოლიციის მესტიის შტაბის სასწრაფო რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელი და სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
მე ჩემი ძმა და მეგობარი ერთად ვეშობოდით მთიდან, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა. არ ვიცი რა გახდა მათი დაღუპვისა და თოკიდან მოწყვეტის მიზეზი. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ცხედრები ვიპოვეთ. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ერთფენენის დასაჯდომი ადგილი არ იყო, ამიტომ მაშველებმა თოკებზე დაკიდებულებმა ჩააბეს აღნიშნული მიცვალებულები და გადმოიყვანეს მესტის რაიონში. ამჟამად გარდაცვლილები არიან ქალაქ ზუგდიდის პროზექტურაში. 14 მოკლული და 40-მდე დაჭრილი უცნობმა მამაკაცმა ბეტმენის ჩვენებისას კინოთეატრში ცეცხლი გახსნა. კოლორადოს პოლიციამ ტერორისტული აქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება. შემთხვევა კოლორადოს კინოთეატრში რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველთა მონათხრობით უცნობმა მამაკაცმა სეანსის დროს დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეუშვა, მოგვიანებით კი მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. შტატების პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ახალგაზრდა ქალმა, რომელიც კინოდან გამორბოდა, მომხდარის შესახებ მიამბო. მისი აღწერით 40-მდე მამაკაცმა, რომლის სიმაღლეც 2 მეტრამდე იყო, ჯერ დარბაზის კარი შეანგრია. ისროლაც რომ სადენი გაზის შემდეგ კინელი ნაბიჯებით დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღით მაყურებლის ჩახოცვა. ტერორისტს რკინის ჩაფხუტი ეხურა და შავებში იყო გამოწყობილი. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრს რამდენიმე საათის წინ ცეცხლი გაუჩნდა. აზერბაიჯანელმა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება სპეცტექნიკისა და ვერტმფრენების საშუალებით მოახერხეს. ცეცხლს 50-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა ერთდროულად აქრობდა. ადგილზე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი და ჰეიდარ ალიევის ფონდის ხელმძღვანელი. მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ცნობილი ხდება, რომ ალიევის ცენტრი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და მისი მშენებლობა ქვეყნის ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი დაუჯდა. ტერორისტის ვინაობა, რომელმაც ბულგარეთში ებრაელ ტურისტთა ავტობუსი აფეთქა, ცნობილია ის შვეიცარიის მოქალაქე მეჰდი გეზალია. ინფორმაციას თვითმკვლელი ტერორისტის ფოტოსთან ერთად ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ. გავრცელებული ცნობით ტერორისტი წარმოშობით ალჟირელია და რამდენიმე წლის მანძილზე დიდ ბრიტანეთში სკოლაში ერთ-ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების რელიგიას სწავლობდა. ის რამდენჯერმე საუდის არაბეთში, ავღანეთსა და პაკისტანშიც იმყოფებოდა და საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებულიც იყო. ბულგარეთში ტერორისტი გაყალბებული დოკუმენტებით ჩავიდა. ტერაქტი ებრაელი ტურისტების ავტობუსზე მან 2 დღის წინ განახორციელა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 71 წლის მამაკაცმა ფლორიდაში გაძარცვისგან ინტერნეტ კაფე გადაარჩინა. სამუელ უილიამი კაფეში იჯდა, როდესაც შენობაში 2 შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. ისინი მენეჯერს იარაღის მუხარით ფულის მიცემას აიძულებდნენ, როდესაც უილიამმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ორივეს ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელებმა გაქცევა სცადეს, თუმცა ისინი პოლიციამ დააკავა. ორივე მათგანი დაჭრილია. რუსეთის პოლიციამ ყაზანში მომხდარ ორმაგ ტერაქტში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს, უკვე ცნობილია დაკავებულთა ვინაობაც. ისინი ცნობილი ბიზნესმენები არიან. თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ მოტივად სულიერი ლიდერის წინააღმდეგ მიმართული ვაჰაბიტების კამპანია ითვლება. როგორც ცნობილია, გუშინ თავდასხმა თათრეთის სულიერ ლიდერსა და მის თანაშემწარზე განხორციელდა. ეს უკანასკნელი ტერაქტის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სულიერი ლიდერი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში რჩება. ჯონდი ბაღათურია მილიარდერთან მისასროლ გზას იტოვებს. ქართული დასის ლიდერი ქართულ ოცნებასთან საბოლოოდ ურთიერთობის გაწყვეტას არ ჩქარობს და ბიძინა ივანიშვილის პასუხს მოთმინებით ელოდება. საგანგებო პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ გუშინდელ უთანხმოებაზე დუმილი არჩია და თავი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კონკურენტად გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ ბაღათურია გუშინ ქართული ოცნების მაჟორიტარად დასახელებას საბურთაოს რაიონში ელოდა და მილიარდერის მხრიდან შეთანხმების დარღვევაზე საუბრობდა. სავარაუდოდ შეთანხმება 2 დღის წინ სასტუმრო მარიოტში კონსპირაციულ შეხვედრაზე შედგა. მეორე დღეს კი ივანიშვილმა საბურთაოს მაჟორიტარ კანდიდატად ბაღათურიას ნაცვლად დავით უსუფაშვილი დაასახელა. ჩემთვის მოულოდნელი იყო ინფორმაცია დილით მოვისმინა და სანამ არ მექნება შეხვედრა უკვე ივანიშვილთან და არ გავერკვევი რა ხდება და არ მიგონეტები წარმოვისვენ დეტალურად, მე უბრალოდ მიჩნს კომენტარის გაკეთება. შევხვდები ივანიშვილს, ამის შემდგომ შემეძლება გავაკეთო კომენტარი, როგორ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ოცნებასთან. მაგრამ თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება. აი ფორმატი როგორი იქნება, ამას მე გეტყვი.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე ახალქალაქი კარწახის მონაკვეთზე 4 კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა იწყება. საკოორდინაციო საბჭოს სამხრივ სხდომაზე, რომელიც ბაქოში გაიმართა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამეს. პროექტი საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. 42 მილიონიანი მშენებლობის დასრულების შემდეგ სარკინიგზო გადაზიდვები ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გამარტივდება. სამუშაოებზე 4000 ადამიანია დასაქმებული. ამ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი არის დასაქმება. მე მინდა გითხრათ, რომ ერთდროულად 4000 კაცი უკვე ამ პროექტზე მუშაობს და მას შემდეგ რაც პროექტი დასრულდება და ჩვენ ვარაუდობთ, ეს მოხდება 2013 წლის ბოლოს, ახალქალაქის სადგურზე, რომელიც წყობაში შევა, იმუშავებს საშტატო გარიგით 1600 ადამიანი. ვარაუდობთ, რომ 5-დან 15 მილიონ ტონამდე ტვირთს გავატარებთ ამ რკინიგზაზე და ეს ტვირთი აზიიდან და ჩინეთიდან მოხვდება ჩვენის გავლით ევროპაში. შეხვედრაზე შევაფასეთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობა, მოვისმინეთ ტექნიკური მუშაკებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამივე ქვეყნის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია, რომ მომავალშიც ასეთივე წარმატებით განვაგრძოთ ურთიერთთანამშრომლობა და არ დავიშუროთ ძალისხმევა, რათა პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდეს. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მინდა მადლობა გადავუხადო სამივე ქვეყნის მეთაურებს, რათა გამოხატეს პოლიტიკური ნება, რაც ხელს უწყობს პროექტის წარმატებით მიმდინარეობას. ვარაუდობ, რომ ძირითადი სამუშაოების განხორციელება მოხდება მიმდინარე წელს და რკინიგზა ექსპლუატაციაში 2014 წლიდან შევა. შევთანხმდით, რომ სამუშაოების ეფექტურად წარმართვისთვის შეხვედრები ორ თვეში ერთხელ უშუალოდ ობიექტზე გაიმართება. ტერაქტი ტაილანდში აფეთქება სასაზღვრო ქალაქ სუნგაი კოლოგში ერთ-ერთ კომერციულ შენობასთან მოხდა. სამართალდამცველთა ცნობით, ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობასთან მდგარ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა და ზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობები და ავტომობილები. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. რუსული გამოცემა ვედომოსტი ჰაკერთა თავდასხმის ობიექტი გახდა ინფორმაციას თავად გაზეთის რედაქცია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. გავრცელებული ცნობით პრობლემები შეექმნა ინტერნეტ პორტალ სლონისა და ოპოზიციური ტელეკომპანია დოჟდის ვებგვერდების ფუნქციონირებასაც. ოპოზიციური მედია საშუალებები რუსეთში ჰაკერთა თავდასხმის ობიექტები ბოლო დროს ხშირად ხდებიან. პენტაგონის შეფი მედია კორპორაციებზე კონტროლის დაწესების ინიციატივით გამოდის. გავრცელებული ცნობით შესაბამისი დავალება ლეონ პანეტამ თანაშემწეებს უკვე მისცა. პანეტას თქმით, მსხვილი კორპორაციების კონტროლი აუცილებელია, რადგან მომავალში სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვა მედია საშუალებებით დაუშვებელია. ბოლო დროს ამერიკის სახელმწიფო საიდუმლოებამ, მათ შორის ირანის შესახებაც მედიაში რამდენჯერმე გაჟონა. პანეტას გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ბელორუსია პირველი ბირთვული სადგურის მშენებლობას იწყებს. პროექტი რუსეთთან ერთად განხორციელდება და ამისთვის 10 მილიარდი დოლარი უკვე გამოყოფილია. რუსული მედიის ცნობით, რუსეთისა და ბელორუსიის პრემიერ-მინისტრებმა შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ბირთვული სადგურის მშენებლობამ ბელორუსიასა და დასავლეთს შორის არსებული რთული ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს. მასობრივი აქციები ესპანეთში პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. ეკონომიკური რეფორმების წინააღმდეგ მადრიდში დაწყებული აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყუები გამოიყენეს. დემონსტრაციები ქვეყნის 80 ქალაქში ჩატარდა. მონაწილეები გადასახადების გაზრდას, უმუშევართა დახმარების შემცირებასა და სახელმწიფო მოხელეებისთვის ბონუსების გაუქმებას აპროტესტებენ. მანიფესტაციები ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირების ორგანიზებულია. არეულობაა პერუში შეტაკება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა რამდენიმე რეგიონიდან ადამიანთა გამოსახლებას სცადეს. მოქალაქეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოსახლეობა უკანონოდ იყო შესახლებული. ჩინეთი კვლავ სტიქიას ებრძვის. წყალმა ამჯერად ჰუნანის პროვინცია და აზარალა წყლის დონემ რამდენიმე რეგიონში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. დაიტბორა შენობები და კომერციული ფართები. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 2000-ზე მეტი ადამიანი. მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
ძლიერი ხანძარი საბერძნეთში ცეცხლი ათენთან ახლოს მდებარე ტყის მასივს მოედო და ახლოს მდებარე სახლებზეც გადავიდა. ძლიერი სიცხის გამო ხანძრის ლოკალიზება რთულდება სალიკვიდაციო სამუშაოებში 25 სახანძრო ბრიგადაა ჩართული. რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. UEFA-ს ევროპის ლიგის გათამაშებაზე წარმატებით დაიწყო ასპარეზობა გორის დილამ. საქართველოს თასის მფლობელი კლუბი ასპარეზობის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, სადაც დილას მეტოქე დანი 2 ორქუსია. ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა დანიაში სტადიონ ენერჯი არენაზე გაიმართა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მესამე წუთზე ორქუსის ფეხბურთელებმა ანგარიშიც გახსნეს. ქართველებმა გათანაბრება 34 წუთზე მათე ვაწაძის გოლით შეძლეს. ხოლო მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ალადაშვილმა გამარჯვების მომტანი ბურთიც გაიტანა. დილასა და ორქუსის განმეორებითი შეხვედრა უკვე თბილისში 26 ივლისს გაიმართება. ემის მფლობელი ჰოლივუდელი ფოტოგრაფის ჯეიმს ჰიგინსონის თვალით დანახული ქართული ტრადიციები ფოტოგრაფმა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ეთნოგრაფიულ მუზეუმში დილიდან ფოტო და ვიდეო გადაღებები დაიწყო. ფილმის სიუჟეტი ქართულ ტრადიციებზე ფარიკაობასა და ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზე აიგება. ამჟამად მიმდინარეობს საცდელი გადაღებები. ბატონი ჯეიმს ჰიგინსონი ცნობილი ფოტოგრაფი ჩამოსულია საქართველოში. მას განზრახული აქვს, რომ გადაიღოს საქართველოში ფილმი, როგორც თვითონ აღვიწერა მის შინაარსს დაახლოებით იქნება ესეთი, რომ თბილისიდან ბათუმში მოგზაურობს წყვილი და ეცნობა, ანუ კულტურული მოგზაურობა არის. ჩვენი მხრიდან შეგვაქვს წვლილი ამ ფილმის გადაღებაში წარმოვაჩენთ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას. აქ იქნება წარმოდგენილი ხევსურული ფარეკაობის სხვადასხვა ელემენტები. ფილმი იქნება საქართველოს შესახებ. სიუჟეტი ვითარდება ბათუმში, საიდანაც იწყება მოგზაურობა, ასე ვთქვათ, სიზმარის მსგავსი, ანუ სიუჟეტი იქნება. და გამოშვების ბოლოს საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტ მომხმარებლებისთვის. კომპანია Silknet ეგრეთ წოდებული Wi-Fi-ის განვითარებას იწყებს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს სრულიად უფასოდ მიიღოს მაღალი ხარისხის და სიჩქარის ინტერნეტი. მათ შორის ისეთ ადგილებში, როგორიცაა პარკები, ბაღები, ღია თავშეყრის ადგილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. Silknet-ი ამ პროექტით მერიის ინიციატივასაც უერთდება, რომლის თანახმადაც თბილისის მოსახლეობას ქალაქის მასშტაბით ინტერნეტ კავშირს უფასოდ შესთავაზებენ. ამ ეტაპზე გეგმავთ დაახლოებით 20 ზონის შექმნას ქალაქის მასშტაბით. ეს არის თავშეყრის ადგილები, სადაც მასიურად მოძრაობს ხალხი, რომ მათთვის გამარტივდეს ინტერნეტის მოხმარება, აგრეთვე ტურისტული ზონები და პარკები. და ეს არ მოიცავს მხოლოდ ქალაქის ცენტრს, ეს იქნება მთლიანი ქალაქის მასშტაბით. ანუ ყველა უბანში ჩვენ გვაქვს რაღაცა ზონა შერჩეული, სადაც ამას გავაკეთებთ. Silknet-ის მომხმარებელი ვარ და პრინციპში კმაყოფილი ვარ და აქ მით უმეტეს კარგი იქნება, რომ ქალაქში უფასო ინტერნეტი იქნება, ასე ვთქვათ. მომხმარებელი ვიქნები და მეგობრებსაც ვურჩევ. ასეთი იყო დღის ამბები 16 საათზე, მე ზუსტად 18 საათამდე გემშვიდობებით, მადლობთ ყურადღებისთვის, დროებით.